მე თამარი ვარ და ქართულ მედია ჯგუფთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს. 11 მარტს ჯედაში, საუდის არაბეთში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიზნით. უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ მიღების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით რუსეთის ფედერაციის მიერ მისი მიღებისა და ერთდროულად განხორციელების პირობით. კანადაში გამართული დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ჩინეთს მოუწოდეს, რომ დაუშვებელია ტაივანის სტატუს-კვოს ნებისმიერი ძალისმიერი ცვლილება. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, რომ დაეთანხმოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დამატებითი ძლიერი სანქციებით. ევროპელები გამოვიდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ინიციატივით. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არ სურს მათი შემოღება, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. შეერთებულ შტატებს აქვს ასეთი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ ზომებს ახლა მივმართოთ, რადგან ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარეს ჩავთავთ სამშვიდობო პროცესში, აცხადებს რუბიო. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ვილნიუსი გეგმავს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რათა ემანუელ მაკრონის ინიციატივის ფარგლებში საფრანგეთის ბირთვული ძალები მის ტერიტორიაზეც განლაგდეს. საფრანგეთი ცდილობს გაზარდოს შეიარაღების წარმოება რუსული საფრთხის ფონზე. ამ მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდება იარაღის ძირითადი ფრანგული მწარმოებლების და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს. როიტერსის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სადისკუსიო დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა 2025 წელს გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაც პოტენციურად 40 მილიარდ ევროს მიაღწევს. გეგმა მოიცავს თავდაპირველ ვალდებულებას, რომ წელს უკრაინას მიაწოდოს 2 მილიონი მსხვილი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა. ასევე ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. 2400 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ევროგაერთიანებამ აქტივები გაუყინა და აუკრძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. ბლუმბერგის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს სურს მჭიდრო თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან უსაფრთხოების სანაცვლოდ, რადგან კონტინენტი ეძებს გზებს ვაშინგტონზე დამოუკიდებლობის შესამცირებლად. მათ შორის ეს შეიძლება მოიცავდეს თურქული ჯარების შეერთებას უკრაინის სამშვიდობო მისიაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თურქეთს ხედავს პარტნიორად მისი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებში და დასძინა, რომ კიევი მზადაა მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. პარალელურად გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერდოღანი მიიწვია 20-21 მარტს უკრაინის დახმარების საკითხებზე ჩანიშნულ ევროკავშირის სამიტზე. სომხეთი მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების თარიღზე. სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი კომპრომისია და დოკუმენტის ტექსტს ორივე მხარე ეთანხმება. პარიზში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ევროპის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება იყო. ეს შეხვედრა ასევე არის მცდელობა დაანახოს ევროპამ დონალდ ტრამპს, რომ კონტინენტს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაცია. ეს იყო ამ კვირის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.